გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. უცნობი დეტალები, როგორ დაიმშვიდობა კვარაცხელია ნაპოლის და ახალი ცნობები ოქროს ბურთის დაჯილდოებიდან. გამართლა თუ არა ვილიარეალის ინვესტიცია, რაც ამბობენ მიქაუტაძის შესახებ. სიახლეების დაწყებამდე კითხონა რომ დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ჩვენ კი სულ რაღაც 300 გამოვწერი, გვიკლია რათა 95000 გამოვწერს მივაღწიოთ. ამიტომ არ დაიზარო არხის გამოწერა. ეს სულ რაღაც 2 წამის საქმეა, ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. როგორია ჩაკვეტაძის ჩამთელობის მდგომარეობა? ახალი ცნობები ქართველზე. ბოტფორდის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. როგორც მოგეხსენება, ჩაკვეტაძე კრაზანებს ფეხის თითის მოტეხილობის გამო ვერ ეხმარება, ხოლო თუ რა ხდება გიორგის თავს ამის შესახებ ინფორმაცია ბოტფორდმა მოგვაწოდა. გავრცელებული ინფორმაციით ჩაკვეტაძე ანტიგრავიტაციულ სარბენბილიქზე ვარჯიშობდა, რათა რეაბილიტაციის პარალელურად ფეხზე დატვირთვა ეტაპობრივად გაეზარდათ. აღსანიშნავია, რომ გიორგის აღნიშნულ ვარჯიშებზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდა, რის შემდეგაც სამედიცინო შტაბმა დატვირთვები გაუზარდა. ხოლო როგორც ბოტფორდი წერს, ჩაკვეტაძეს ამაზეც დადებითი რეაქცია ჰქონდა და სამედიცინო შტაბი იმედიან განწყობას ინარჩუნებს. ჩაკვეტაძე კი მუშაობს რათა პრობლემური და რთულად მოსაშუშებელი ტრაუმიდან დაბრუნდეს, წერს კრაზანების ოფიციალური ვებგვერდი. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ჩემპიონშიპის 6 ტურის შემდეგ ბოტფორდს 5 ქულა აქვს და 21 პოზიციას იკავებს. ამიტომ მათ გიორგისნაირი ფეხბურთელის დაბრუნება წყალივით ჭირდებათ. გიორგი მიქაუტაძის ესპანური დებიუტი წარმატებული გამოდგა. ქართველი ფორვარდი ლა ლიგაში ხმაურიანად იწყებს. ის კი ვილიარეალს მოკლე დროში მოერგო და სტატისტიკაშიც აისახა. ლა ლიგის მე-6 ტურში კი ვილიარეალმა სევილია ანგარიში 2-1 დაამარცხა. გიორგი მიქაუტაძე კი დასვენების მიზნით მოედანზე 79 წუთზე გამოვიდა. ამ დროს კი ანგარიში 1-1 იყო, მაგრამ ქართველმა ბომბარდირმა ყველაფერი შეცვალა. კერძოდ სასწაულის სოლორეიდის და უზუსტესი პასის შემდეგ გიორგი მანო სოლომონს გამარჯვების გოლი გაატანინა. მიქაუტაძის ამ თამაშს კი ვილიარეალის ფანები შემდეგი კომენტარებით ეხმაურებიან. მიქაუტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია, მობილური თავდამსხმელი, რომელიც მეტოქე გუნდის დაცვას აგიჟებს და ბურთთან ელიტარული შეხება აქვს. ამ ყველაფერს ემატება მისი გოლების გატანის ნიჭი. ვილიარეალს ტოპ თავდამსხმელი ჰყავს. შეყვარებული ვარ ჟორჟ მიქაუტაძეზე, რაც მან ვილიარეალის გოლისთვის გააკეთა აღმაშფოთებელი იყო. რა ტოპ ტრანსფერი გავაკეთეთ? რა ფეხბურთელია ჟორჟ მიქაუტაძე? ის აკონტროლებს, აჩერებს და შემდეგ აჩქარებას აკეთებს. მისი ტემპის სრულიება და კარდონასთვის ფეხებშუა გატარება, ის ნამდვილი კატასტროფა ღია სივრცეში, წერენ ვილიარეალის კომაგები. ასევე გიორგის შესახებ მადრიდულმა მარკამაც დაწერა. ვილიარეალმა სეზონში პირველი გასვლითი გამარჯვება სევილიაში მოიპოვა და ეს იყო ზედიზედ მეორე გამარჯვება ლა ლიგაში. 6 ტურის შემდეგ კი ყვითლები მხოლოდ მადრიდის, რეალსა და ბარსას ჩამორჩებიან, ხოლო სეზონის წარმატებული დასაწყისი დიდწილად განპირობებულია მათი უახლესი შენაძენების კარგი თამაშით, რომელთაგან ყველაზე საკვანძო სწორედ ბოლო მაჩებში ვიხილეთ. სევილიასთან მატჩი მიქაუტაძე და სოლომონი კვლავ გამოჩნდნენ პროპაგანდისტებად, თუმცა უკვე საპირისპირო სხვა კუთხით. ოსასუნასთან სოლომონმა გაატანინა მიქაუტაძეს. ამჯერად კი ქართველმა გამარჯვების მომტანი გოლი ისრაელის წარმომადგენელს გაატანინა, წერია გამოცემაში. ასევე ყვითლების თავკაცმა მარსელინო მიქაუტაძე გამოარჩია და შეაქო. მიქაუტაძე კარგი ფეხბურთელია, ადაპტაცია სწრაფად გაიარა, მაგრამ მას დრო მაინც ჭირდება. ჯერჯერობით ის მეტოქეებსაც და გუნდელებსაც ეცნობა. ეს ბუნებრივი პროცესია. ფეხბურთელები ადამიანები არიან და არა მანქანები, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამბობს გუნდის თავკაცი. მე კი დავძენ იმასაც, რომ მიქაუტაძის შესახებ ესპანურმა El Gol Digitalმაც დაწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ვილიარეალმა აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა და მომავალში ქართველი ფორვარდის გაყიდვას მინიმუმ 50 მილიონად შეძლებენ. გიორგის გუნდი კი მომდევნო შეხვედრას დღეს 27 სექტემბერს საკუთარ კედლებში ბილბაოს წინააღმდეგ გამართავს. საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას შესახებ სპეციალური დოკუმენტური ფილმი მოამზადა. ფილმში კი მოთხრობილია ქართველი ფეხბურთელის პირველი ნაბიჯების, მშობლიურ წალენჯიხაში გატარებული პერიოდისა და სხვა საინტერესო ისტორიების შესახებ. ამიტომ ინტერესის შემთხვევაში ამ ვიდეოს მთავარი კომენტარის სახით დავტოვებ. ასევე კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა ნაპოლიმ ცოტა ხნის წინ მეოთხე სკუდეტოს აღსანიშნავად გადაღებული ფილმის პრემიერა მოაწყო. ფილმში კი რეჟისორებმა კვარაცხელიას დამშვიდობების კადრებით შეიყვანეს. კერძოდ მოცემულია ქართველი ფეხბურთელის სიტყვით მიმართვა, როდესაც ის PSG-ში გადასვლამდე აც უკვე ყოფილ თანაგუნდელებს ემშვიდობებოდა. როგორც ცნობილი ხდება, კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელებს კასტელ ვოლტურნოში ატალანტასთან მატჩის წინ დაემშვიდობა. კადრებში კი ჩანს, რომ ქართველმა შემტევმა სიტყვით გამოსვლის დროს სტრემლების ვერ შეიკავა. ბიჭებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, რადგან თქვენგან ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყავი. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მიყვარხართ. თქვენ ჩემთვის არა მხოლოდ თანაგუნდელები და მეგობრები იყავით, არამედ ჩემი ძმებიც ხართ. ყველანი მიყვარხართ. მადლობა ყველაფრისთვის. განაცხადა კვარაცხელიამ და ნაპოლის დაემშვიდობა. ამ სიტყვის შემდეგ კი ხუჩას ნაპოლის თავკაცი ანტონიო კონტე გადაიხვია და თანაგუნდელებმა ტაშით გააცილეს. ასევე მას შემდეგ რაც კვარაცხელია ნაპოლიდან PSG-ში გადაბარგდა, ნეაპოლელი კომაგების დიდი
დიდი ნაწილი ქართველს მისტირის. ერთ-ერთი ფანიკი საკმაოდ ემოციურ წერილს ავრცელებს. თლიან ნეაპოლს კვარაცხელია ძალიან აკლია. ის ქალაქში ყველას გვენატრება და ძალიან გვაკლია. მისნაირად დიეგო მარადონა შემდეგ არავის უთამაშია. ულამაზესი მოძრაობები, გოლები, ასისტები, რა დამავიწყებს. მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. როცა მოვიდა გვარს წესივრად ვერ ვამბობდი. ახლა კი ცოტა ქართულიც ვიცი. მოგვენატრა ჩვენი სეტანტა სეტე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის და წარმატებები. წერს ნეაპოლელი გულშემატკივარი. როგორც მოგეხსენება, დღეს კვარაცხელია ლიგა 1-ში მორიგ შეხვედრას ჩაატარებს, მაგრამ ფრანგული გამოცემა ლე პარიზიანი PSG-ს რთულ მდგომარეობაზე წერს. როგორც მოგეხსენებათ, პარიზელები დიდი დანაკლისით არიან. ამასთან დაკავშირებით კი ლე პარიზიანი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. პარკ დე პრენსი ამ შაბათს გასამართი მატჩისთვის პარიზელებს შეუძლიათ რომ ბარკოლას დაბრუნების იმედი ჰქონდეთ. იმის გათვალისწინებით რომ მეორე ფლანგს სავარაუდოდ კვარაცხელია დაიკავებს, ეს გარანტიას იძლევა რომ გუნდს გარკვეული ეფექტურობა იქნება. ასევე არის სხვა ვარიანტებიც. მიუხედავად იმისა თუ რომელი ფეხბურთელი ითამაშებს ცრუცხრიანის როლში. ეს კი ბარსასთან გასამართი მატჩისთვის გენერალური რეპეტიცია იქნება. ენრიკეს გუნდს კი 1 ოქტომბერს საკმაოდ რთული გამოცდა ელის. წერია გამოცემაში. მე კი შეგახსენებთ რომ PSG დღეს ოსერის წინააღმდეგ ითამაშებს. ამიტომ ვის ამ შეხვედრის ანგარიშს გამოიცნობს ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. ახლა კი შევეხოთ კიდევ ერთ საინტერესო თემას. როგორც მოგეხსენებათ 2025 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი უსმან დემბელე გახდა. ცოტა ხნის წინ კი ეკიპის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა და გაირკვა თუ რომელმა ფეხბურთელმა რამდენი ქულა დააგროვა. ტოპ-10 კი მსგავსად გამოიყურება. რაც შეეხება უშუალოდ კვარაცხელიას, კვარაცხელია წლევანდელ დაჯილდოებაზე მე-12 ადგილზე გავიდა. ქართველმა შემტევმა კი 123 ქულა დააგროვა და მე-11 პოზიციაზე მყოფ პედრის მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა. კვარაცხელიას უშუალო მდევარი კი ჰარი კეინია, რომელმაც 112 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მას ქულიანი სხვა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ გადალახა. ასევე გამოქვეყნდა სტატისტიკა თუ ვინ რამდენჯერ გაიყვანეს პირველ ადგილზე. აქაც კოლოსალური უპირატესობა დემბელეს აქვს. კვარაცხელია კი პირველზე მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გაიყვანა. ხოლო ცნობისთვის მე-5 ადგილზე გასული რაფინია არავის გაუყვანია პირველ პოზიციაზე. მან კი საბოლოო ჯამში 620 ქულა დააგროვა. სკანდალი ბრაზილიაში. ნეიმარი ჟურნალისტს სასამართლოში უჩივის. ვინ შესვლის ლევანდოვსკის ბარსაში? ცნობილია ფლიკის ფავორიტი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ რომ ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბარსელონა ახალი სეზონისთვის რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს ეძებს და როგორც ჩანს ასეთ ვარიანტად ცერუ გირასი ესახებათ. გერმანული ბილდის ცნობით, ჰანსი ფლიქს გირასის თამაში ძალიან მოსწონს და მისი ტრანსფერის მომხრეა. კატალონიელები კი სავარაუდოდ მომდევნო სატრანსფერო ფანჯრისას მოლაპარაკებებს დაიწყებენ. ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 29 წლის გვინეელი ფორვარდის ღირებულება 45 მილიონ ევროს შეადგენს. გერმანული პრესა კი ვარაუდობს, რომ დორტმუნდი დაახლოებით 100 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც რა თქმა უნდა არარეალური რიცხვია და მხარეებს ხანგრძლივი მოლაპარაკებები ელით. ამასთან აღინიშნება, რომ ბარსას პრეზიდენტი ლაპორტა უპირატესობას უფრო მაღალი დონის თავდამსხმელის დამატებას ანიჭებს, მაგალითად ხულიან ალვარესის, რომელსაც ატლეტიკო მხოლოდ ასტრონომიული თანხის სანაცვლოდ თუ შეელევა. ალვარეს ბარსაში იდეალურ ვარიანტად თვლიან, თუმცა ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, გირასის ტრანსფერი უფრო რეალისტურად მოჩანს. რამდენიმე კვირის წინ ნეიმარი კიდევ ერთხელ დაშავდა და როგორც დეტალურმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, ბრაზილიელ ვარსკვლავს სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ერთ თვიანი მკურნალობა დასჭირდება. თუმცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა როდოლფო გომეშმა სოციალური ქსელის საშუალებით ისეთი ინფორმაცია გაავრცელა, რომ სანტოსის ლიდერის 2025 წელს დაბრუნება გამორიცხულია. მისი კომენტარი კი შემდეგი იყო: მას იმდენად ცუდი ცხოვრების წესი აქვს, რომ ფეხბურთს წელს ვერ ითამაშებს. ნეიმარი ვისკიზე და ენერგეტიკულ სასმელებზეა დამოკიდებული. ჩილიმს ეწევა და დილის 5 საათზე იძინებს. განაცხადა მედიის წარმომადგენელმა, რის გამოც მას ფეხბურთელი სასამართლოში უჩივის. ნეიმარი კი მიიჩნევს, რომ ეს სილისწამებაა და ყველა სამართლებრივ ზომას მიიღებს, რათა ჟურნალისტმა საკუთარ საქციელზე პასუხი აგოს. თუმცა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები ჟურნალისტური გამოძიების შედეგებზეა დაფუძნებული და თუ საჭირო იქნება სასამართლოში საკუთარ სიმართლეს დაამტკიცებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.